შეიძლება თუ არა, რომ ადამიანმა ღვთაებრივი ძალა იგრძნოს. როცა მიქელანჯელო ბუენაროტის შემოქმედებას უყურებ, პასუხი ცალსახაა. ეს იყო აღორძინების ხანის ნამდვილი ტიტანი, რომელმაც ხელოვნებასა და ადამიანის ანატომიას აბსოლუტური დიდებულება შესძინა. თავად მიქელანჯელო საკუთარ თავს პირველ რიგში მოქანდაკეს უწოდებდა. მისი ფილოსოფია გენიალური იყო. ის ამბობდა, რომ ქანდაკება უკვე არსებობს მარმარილოს ქვაში. ის უბრალოდ ზედმეტ ნაწილებს აცილებს. მისმა დავითმა და პიეტამ სრულიად შეცვალა პლასტიკის აღქმა. ცივი, უციცოცხლო ქვა მან ადამიანის კანის სიმბოლოდ, ვნებად და ემოციად აქცია. თუმცა მიქელანჯელო მხოლოდ მოქანდაკე არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან უარს ამბობდა ფერწერაზე, მან შექმნა კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი შედევრი. სიქსტეს კაპელას, ჭერი და ფრესკას საშინელი სამსჯავრო. მოგვიანებით კი როგორც არქიტექტორმა დააპროექტა ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკის გრანდიოზული გუმბათი, რომელმაც რომის ცა სამუდამოდ შეცვალა. მიქელანჯელო იყო ხელოვანი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში სრულყოფილებას ეძებდა და საკუთარ თავს არასოდეს ინდობდა. თქვენთვის რომელია მისი უდიდესი ქმნილება? დიდებული დავითი თუ სიქსტეს კაპელას ფრესკები? დაწერე კომენტარებში.